2008 წელს დაწყებული საქმე სასამართლოში დღეს პირველად ჩაინიშნა. საქმე სათავაკრო სასამართლოში ცოტნე გამსახურდიას წინააღმდეგ 314 და 315 მუხლებით არის აღძრული. პირველი პრეზიდენტის შვილს ბრალი ჯაშუშობასა და სახელმწიფო გადატრიალების მიზნით შეთქმულებაში ედება სასამართლო პროცესი. პროკურორი შუამდგომლობით დახურულად გამოცხადდა, თუმცა დაცვის მხარე პროცესის დასაჯაროებას ითხოვდა. გამსახურდია საქმის რამდენიმე წლის მერე განახლებას ხელისუფლების შეცვლას უკავშირებს. საქმე სათავაკრო სასამართლოში 21 ნოემბერს განიხილავენ. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ველოდებოდით, რომ სახელმწიფო ბრალმდებელი, რომელიც გახლავთ ქალბატონი ნათია სონღულაშვილი, მოხსნიდა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებას, მაგრამ ეს სამწუხაროდ არ მოხდა. ჩვენ გვაქვს შესაბამისი შუამდგომლობა, რომელსაც მომდევნო სხდომაზე კვლავ წარვადგენთ სასამართლოს წინაშე და კვლავ მოვითხოვთ, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა ცოტნე გამსახურდიას მიმართ აღნიშნული მუხლებით შეწყდეს და ის განთავისუფლდეს საერთოდ სამართლის პასუხისგებლობისაგან. საქმეში არ არის არავითარი საიდუმლო და мотивация იმისა ამ დახურვის мотивация იმით რომ თითქოს იქ არის რაღაც ისეთი რაც ნაციონალური უსაფრთხოებისათვის წარმოადგენს რაღაც ინტერესს, უბრალოდ სისულელია. ამ ფარული ჩანაწერების შესახებ მე მგონი საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში ძალიან ბევრმა ადამიანმა იცის, თავად მათგანაც საჯაროეს ეს პირადი ხასიათის საუბრები, რომლებიც თავისთავად არ შეიცავს არავითარ დანაშაულებრივ ქმედებას, ჩემი აზრით და ამის დასამტკიცებლად მე ვიბრძოლებ სასამართლოში.